პროფესიით მსახიობ გიორგი გეგელაშვილს რატომ არ იცნობს ქართველი მაყურებელი? იმიტომ რომ ნაკლებად აინტერესებს ჩემი აზრით რა შეგიძლია და რა საკეთებ, უფრო როგორ ვთქვათ, ჭყარებში რო ვთქვათ, ნაცნობობა უფრო ჭრის ვიდრე ნიჭი ან რაღაც შენი ვიზუალი, ასე ვთქვათ. კინოზე გიждდები, უბრალოდ გიждდები არა, ცხოვრობ კინოთი და კინოს მინდა რომ კინოში რაღაც ჩემი პერსონაჟი, რაღაც გმირები დავტოვო. უფრო უცხოური ფილმებში მიმართლებს, ასე რომ ვთქვათ რა. აქ არ მიმართლებს. მაგ მოსკოვთან მქონდა ბოლოს ჩეჩენი ვითამაშე ჩეჩნურად და პროექტ ზალატოვი გლაზზე ქვია, ამ სერიალს 7 სერიანი ფილმია. და უფრო ესეთ და მქონდა მე კიდევ რაღაც სომხებთან რაღაცა, ოღონდ ეპიზოდური როლები და კიდევ რუსეთთან რაღაც ეპიზოდური როლები. საქართველოში უბრალოდ მარტო რეკლამა და ვიდეო კლიპი. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მიყვარს კინო და თან ფილმებიც მიყვარს, სამწუხაროდ საქართველოში არ იღება ესეთი ფილმები. და ვაგზავნე ხოლმე ჩემს მონაცემებს საზღვარგარეთ ამერიკაში ესეთი Los Angeles Talent Agents ესეთი საიტებია და სააგენტოებია და ვაგზავნე ხოლმე. და იქიდანაც მომდის ხოლმე რაღაც მოწვევები, რომ აინტერესებთ ჩემი რაღაცები. და ესე უცბად Facebook-ზე მომწერა ერთმა სლოვაკურმა სააგენტომ ჯეიმ ესეთი სახელწოდება აქვს ამ სააგენტოს და შემოთავაზეს რომ როგორც მსახიობი წარგადგენთ ჩინეთში. და თუ ხარ ტარდება ესეთი დაჯილდოვება Asia Top Trend. და მიმწეს იქ. და იქ ავიღე ჯილდო წლის ვარსკვლავის წოდება მივიღეს. რა თქმა უნდა, აქაც ვცდილობ და მაგრამ ჯერჯერობით აქ არაფერი არ გამოდის და უფრო იქით ვცდილობ საზღვარგარეთ რომ რაღაცა გამოიდეს და ასე ველოდები კიდევ. ამ ჯილდოს მიღების შემდეგ კიდევ რაღაც შემოთავაზებებს. არ ვიცი, ვინ რას იფიქრებს, მაგრამ ფაქტია, მეც ახლა მსახიობი ძალიან ბევრი მეგობარი იყო, ძალიან ნიჭიერი. და მეც ახლა თავიდან დავამთავრე თეატრალური, ყველა კასტინგზე ვარ თითქმის ნამყოფი საქართველოში. და ჩემი მეგობრებიც, მაგრამ რატომღაც ამდენი 4 წელია დავამთავრე და 4 წლის განმავლობაში არც ერთი რეჟისორის ტიპაში არ ჩავჯიქი. ყოველთვის ფილმით ცხოვრობდი, სულ ფილმისკენ მივიწევდი და სულ მინდოდა რომ ამერიკაში რაღაცა ჩემი მე თქვა, ოღონდ ჩემი რა თქმა უნდა საქართველოს სახელით. რომ მინდა რომ საქართველოსთან ვიღაცა თუნდაც რატომაც არა, შეუძლებელი არაფერია. საქართველოს სახელით მოხდეს ვიღაც ჰოლივუდში, ხო? თავარი ჩემი აზრით თავარი ნებისყოფა და არ უნდა დანებდე არასდროს. ძალიან ბევრი თან მით უმეტეს ამ პროფესიაში ძალიან ბევრი წინაღობა გვხდება. მაგრამ ადვილად არ უნდა დანებდე, თუ გინდა რაღაც დიდი, უნდა იბრძოლო ბოლომდე. რაც მთავარია, ეს არის ნებისყოფა. და თავის საქმე როგორ უნდა უყვარდეს, იცით, სიგიჟემდე ფანატიკურად რა, უნდა გიждდება, უნდა აბოდებდეს ამ პროფესიაზე და 24 საათი ამაზე უნდა ფიქრობდეს, რომ რაღაცა ქნას რა და რაღაც და არ უნდა დანებდეს და არ უნდა იყოს ისე რა პესიმისტურად განწყობილი. ვაპირებ ამერიკაში წასვლას, იქიდან მომწერეს, 4-მა სააგენტო მომწერა, ოღონდ უბრალოდ ვერ ჩავდივარ, ხო ხვდებით? ამერიკაში იქ უნდა იყო. და სხვათა შორის ერთი ვიდეო გავაკეთე მე, My Valentine, ყველა მიცით ალბათ. ჯონი დეპი და პოლ მაკარტნის ჯონი დეპი და ნატალი პორტმანი რომ აკეთებს. უბრალოდ გავაკეთე ჩემთვის. იმდენად მომეწონა. და შემდეგ მეგობრებმა ატვირთე YouTube-ზე, ატვირთე და ავტვირთე. შემდეგ ჩემმა აგენტმა, ასე ვთქვათ, მომცა ჯონი დეპის აგენტების იმეილები. და გაუგზავნე და ერთ-ერთმა აგენტმა მომწერა, რომ დაინტერესებულია ჩემით და უბრალოდ იქ უნდა ვიყო, რომ ჩავიდე. და იქ რაღაცას დამეხმარება ალბათ. ესეთი რაღაც მომწერა. და კიდე ჩინეთიდან ველოდები რაღაცას, რომ რაღაც კიდევ პროექტს რო იქ მივიღო მონაწილეობა. დაბრუნება რა არის? ფინანსებს გულისხმობ? ამერიკასთან დაკავშირებით. კი, ალბათ ფინანსებია და ის რომ ადვილად ვერ წახვალ ამერიკაში თუ ფინანსები არ გაქვს. როგორც ასე ვთქვათ, ჩინეთში წახვალ ან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ისე ვერ წახვალ ამერიკაში.